ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. შობის დღესასწაულსა ზედა. უცხოსა განკაცებისა ღვთისა მხილველი. უცხოსა განკაცებისა ღვთისა მხილველი უცხო ვიქმნეთ ამაოსა სოფელსა და საღმრთოდ მივიქცეთ გონებით. რამე თუ ამისთვის გარდა მოხდა ღმერთი ქვეყანასა ზედა, რათა ზეცად აღმიყვანეს ჩვენ, მღაღადებელნი მისნი ალილუია. ჭეშმარიტად უცნაური, გაუგონარი და განსაცვიფრებელი იყო ღვთის მარადიული ძის, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, წმინდა სამების მეორე პირის ამ ქვეყნად მოვლინეთ. თითქოს და ღმრთის განხორციელებული ძის წინაშე პირქვე უნდა დამხობილიყო მთელი კაცობრიობა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. საკმაოდ განსხვავებული იყო ხალხის დამოკიდებულება მსოფლიოს ისტორიის ამ უდიდესი მოვლენისადმი. იმდროინდელი ღრმად მორწმუნე ადამიანები ისეთი გაოცებულნი, ისეთი თავზარდაცემულნი და შეზრწუნებული იყვნენ, რომ ჩამოიცილეს ყველა ინტერესი ამ ქვეყნიურ ამოვებათა მიმართ. ყველაფერი ამ ქვეყნიურისადმი გულგრილი გახდნენ და მთელი თავიანთი ზრახვანი და გულისწყმანი, მთელი თავიანთი გონება და გული მიანდეს მხოლოდ ღვთაებრებს, მიმართეს მარადიული, ყოვლად სრულყოფილი სიმართლისაკენ. უდიდესი ღირსების მქონე ამ ადამიანთაგან ძალიან ბევრმა მკვეთრად და გადაჭრით შეცვალა თავისი ცხოვრება. სრულიად განეშორა ამოვებათაგან ამასოფლისა უკაცრიელ აფრიკულ უდაბნოებსა თუ შორეულ ჩრდილოეთის გაუვალ უღრან ტყეებში. ისინი ეძიებდნენ მხოლოდ უახლოეს და უმჭიდროეს ურთიერთობას ღმერთთან, თავიანთ მგზნებარე ლოცვებში, გაუცხრომელ სიფხიზლესა და მარხვაში და სიცოცხლეშივე იქცეოდნენ ხორცს შესხმულ ანგელოზებად. მაგრამ რა თქმა უნდა შეუძლებელია ყველა ქრისტიანი სრულებით განეშოროს საერო ცხოვრებას. მსგავსად ამ დიდსულოვანი და სულით ძლიერი ადამიანებისა. და ჩვენს წინაშე დგას ამოცანა. მიწიერი ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებში დარჩენილებმა მაინც მთელი ძალით ვეცადოთ, რომ ჩვენი გონება ღვთაებრებს მივაფრთხოთ და ჩვენი გული განუზომლად უმაღლესსა და უკეთეს მიუძღვა. ყოველთვის ფიქრობდეთ მარადიულ სიმართლეზე, რომელიც მარტო ოდენ ღმერთშია. რამე თუ ამისთვის გარდა მოხდა ღმერთი ქვეყანასა ზედა, რათა ზეცად აღმიყვანეს ჩვენ, მღაღადებელნი მისნი ალილუია. ესე იგი, მთელი გულით მადიდებელნი ყოვლადწმიდისა სამებისა, ერთარსისა და განუყოფელისა და არა თავიანთი გულებით მიწის მტვრისა და ტალახის მთრეველი, რომლებიც ამ ქვეყნიური დღემოკლე ცხოვრების მდაბალ ინტერესებს მიეწებებიან. ასე რომ შეეცვალა და ღვთაებრივისკენ მიედრიკა ჩვენი გულები, თავისი განუზომელი წყალობითა და მადლით გარდა მოხდა ზეციდან ქვეყანა და კაცობრივი ხორცი შეისხა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. მან გადაიტანა მრავალი ტანჯვა, წყენა და დამცირება მათგან, ვისი ხსნისთვისაც მოვიდა და კაცობრიობის ცოდვილი მოდგმის გამო გოლგოთის ჯვარზე საშინელი სასჯელი დაითმო. გახსოვდეთ, ჩემო ძმებო და დებო, უაღრესად მნიშვნელოვანი სიტყვები იესო თკბილის დაუჯდომლისა. უცხოსა განკაცებისა ღვთისა მხილველნი უცხო ვიქმნეთ ამაოსა სოფელსა და საღმრთოდ მივიქცეთ გონებით. რამე თუ ამისთვის გარდა მოხდა ღმერთი ქვეყანასა ზედა, რათა ზეცად აღმიყვანეს ჩვენ, მღაღადებელნი მისნი ალილუია. მაგრამ გახსოვდეთ ასევე, რომ ეს სოფელი არ პატიობს მათ, ვინც განეშორება და ფეხ არ მიხვდება მას და მრავალ მწუხარებას მოულენს მათ. თუმცა ამ მწუხარებისას მიაქციეთ სასოება თქვენი მხოლოდ ღმრთისა მიმართ და გახსოვდეთ 61 ფსალმუნის სიტყვები. გარნა ღმერთსა დაემორჩილე სულო ჩემო, რამე თუ მის მიერ არს თმენა ჩემი და რამე თუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირღიო. თუ კი იცხოვრებთ განყენებულნი ამა სოფლის ამოვებათაგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაშინ არ დაგტოვებთ თავისი მადლმოსილი შემწეობის გარეშე მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე
და თქვენი ცხოვრებით განადიდებთ ყოვლადწმინდა სამებას და მისგან მიიღებთ გამოუთქმელ ნეტარებას საუკუნო ცხოვრებაში. ამინ. ღერთმა მოგმადლოს ეს ნეტარება თითოეულ ჩვენთაგანს და ყველა ადამიანს, ყველა შობილს დედამიწაზე, იმიტომ რომ ყველასთვის მოვიდა ჩვენი უფალი დედამიწაზე. ამას წინებზე კითხულობდა ესეთი რამე ეწერა, რომ გახსოვდესო ადამიანო, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ხედავ ამ ქვეყანაზე, მათთვის მოვიდა ქრისტე და მათთვის გაეკრა ჯვარზე. ისიც ზუსტად ისე უყვარს, როგორც შენ უყვარხარ. თითოეული ჩვენთაგანი უფალს თანაბრად უყვარს. უფალში არ არსებობს რაიმე განსხვავება. ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, ყველასთვის მოვიდა. და მისი ამ ქვეყნად მოვლინების მიზეზი აი რამოდენიმეჯერ სულ ერთ ფურცელში 2-3 გაგვიმეორა წმინდა ლუკა ყირიმელი. მისი ამ ქვეყნად მოსვლის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ ბაგაზე დაბმული პირუტყვივით დაბლა იყურებოდა, სულ მიწისკენ იყურებოდა და ადამიანი ცდილობდა რაიმენაირად სიამოვნება და ბედნიერება, ჭეშმარიტება ეპოვნა მიწაში. ეს მცდელობა ადამიანისა ყოველთვის კრახით მთავრდებოდა და ადამიანი ღმერთის გარეშე ყოველთვის საოცარ გარყვნილებაში ახერხებდა, რომ ჩავარდნილო. დაინახარა ეს ღმერთმა თავის დროზე განკაცდა, მოვიდა მიწაზე, ჩვენი სხეული მიიღო ისეთივე, როგორც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს და გავმეორდები, მიზანი მისი რა იყო, რომ აი ეს მიწაზე დაბმული ადამიანი დაენთავისუფლებინა, რომ მას შეძლებოდა ზეცისკენ აეხება. და უთხრა და ასწავლა, რომ სხვაგან ნუეძებ მშვიდობას, სხვაგან ნუეძებ კეთილდღეობას, ბედნიერება სხვაგან ნუეძებ. მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება, ამ ყველაფრისკენ მიმყვანი. აი ეს ასწავლა კაცობრიობას იესო ქრისტე. სხვა არაფერი. ფაქტობრივად მთელი მისი სწავლება შეიძლება აქ ჩაეტიოს. მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემ მიერ. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ თუნდაც დღევანდელი დღესასწაული, რომელიც მართლაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებული მოვლენაა და კი ჩვენ გონია, რომ ხვდებით რა მოხდა დღევანდელ დღეს, მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა და ვერასდროს ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს მიხვდეს თუ როგორ მოხდა ის, რომ გარეშე მოუწერელი ყოვლის შემოქმედი ღმერთი ერთი უბრალო ქალწულის საშოდან გაჩნდა. რომ შემოქმედი ღმერთი, რომელმაც თქვა იქმენი ნათელი და იყო ნათელი. აი ეს სიტყვები რო წერია ბიბლიაში. აი ამის მქმნელი ღმერთი ჩვენი ყოვლადწმინდა დედოფლის კალთაში იყო მიწვენილი დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი წლის უკან. და ის იზრდებოდა როგორც ერთი ჩვეულებრივი ბავშვი. უნდა ის ჩვეულებრივი არასდროს არ ყოფილა. ამას ჩვენ ვერასდროს ვერ მივხვდებით. ვერასდროს ვერ გავიგებთ როგორ იყო. ეს მხოლოდ და მხოლოდ რწმენით უნდა მიიღოს ადამიანი. მხოლოდ და მხოლოდ რწმენით, სხვანაირად გამორიცხულია. ლოგიკურად ადამიანი ამას ვერასდროს ვერ ახსნის. მაგრამ გავმეორდები, რაც წეღან თქვი, რომ მიზეზი აი ამ უდიდესი სასწაულისა ვიცით. მაგრამ ჯიუტად სამწუხაროდ ჩვენ მაინც ისევ მიწისკენ ვიყურებთ. კი ღმერთმა მოგცა საშუალება, რომ ზეცისკენ ავიხედოთ და აღარ ვცოდოთ, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ, ძალიან ცოტანი თუ იყენებენ მათზე მინიჭებულ ამ საშუალებას, რომლის ფასიც ღმერთკაცის სისხლი. იესო ქრისტეს მოსვლამდე თითოეულ ჩვენთაგანს რომც მოგვენდომებინა, არ გვეცოდა ამას ვერ შევძლებდით. აბა ერთი წუთით დაფიქრდით, ნახეთ, ჩვენ ვიყავით მონები ეშმაკის.
აი რომც მოგვენდომებინა მაინც ვერ გავაკეთებდით ისე რომ არ გვეცოთ. არ არსებობდა ადამიანი რომელიც სამოთხეში შეიძლება მოხვედრიო. ესეთი რამე არის. აი მოვიდა დაანკაცდა უფალი. ყველა ჩვენი უძლურება იტვირთა. ყველაფერი იტვირთა, ჯვარზე აიტანა. ამისთვის მოვიდა დღეს უფალი. აი ამ მოვლენისთვის მოვიდა. აი ეს ყრმა რომელიც დღეს დაიბადა, ჯვრისთვის მოვიდა. და აი ამ ჯვრით მან კიდე ერთხელ ვიმეორებ, გაგვათავისუფლა ჩვენ. და თუ გვინდა, შეგვიძლია არ ვცოდოთ. ამის გზაც გვიჩვენა. ვითხრა რომ ჩემი მცნებები დაიმარხე. ეს მცნებებიც მოგცა. აღვიქვა რომ ამ მცნებების შესრულებაშიც თვითონ დაგვეხმარებოდა. და გვითხრა რომ რო არ შევშინებოდა, გვითხრა რომ ნუ გეშინია. უღელი და ტვირთი ჩემი მსუბუქია. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა გულწრფელად ვაღიაროთ ყველამ ჩვენ თავთან. მაინც მიწისკენ ვიყურებით. მაინც მიწიერი სიამოვნებები გვირჩევნია. მაინც წამიერს უფრო მივეჯაჭვებით. მაინც გვირჩევნია ეშმაკის მიერ შემოთავაზებული სიტყვა რომ დანა იმიტომ გეუბნება უფალი რომ შენთვის კარგი უნდა და შენ არა იმიტომ გეუბნება რომ შენი შურს აი რაც ადამს უთხრა იგივეს გვიმეორებს თითოეულ ჩვენთაგანს ყოველ დღე ყოველ წამს როცა უნდა რომ ცოდვაში ჩაგვავდოს ეჭვებს აღვიძრავს აღთქმულში უფლის მიერ დაგვანახებს თუ რა გემრიელი ტკბილი რა ლამაზი შესახედავია ის ხილი პოეზია ხო გახსოვთ ხო როგორ არის რომ შეხედა ადამმა რომ ლამაზი იყო საჭმლად ის ხილი რომელიც ღმერთმა აუგრძალა ჩვენც ესე შეგვახედებს დაგვავიწყდება ყველაფერი დაგვავიწყდება რომ ჩვენთვის მოხდა დღევანდელი დღე დაგვავიწყდა თუ როგორ დაიმდაბლა ყოველივე შემოქმედმა ღმერთმა ჩვენი გულისთვის თავი ეს ყველაფერი დაგვავიწყდება რომ ფურთხი ითმინა პრიმალში ცემა ითმინა შოლტით გაშოლტვა მოითმინა ეკლის გვირგვინი ეს ყველაფერი დაგვავიწყდება იმ წუთას იმ ხილის გემოს ვიგემებთ ხოლმე და მიუხედავად კიდევ ამისა ისევ გვეუბნება უფალი რომ არ აუშავს გეშინია შეინანე გაპატიებ ისევ იგივე გზაზე დაგაბე აი წარმოიდგინეთ როგორი უფალი ყავს ჩვენ ეს კიდევ ძალიან წირი არის იმის აღსაწერად როგორი ღმერთი ყავს ჩვენ ძალიან მწირი და მიუხედავად ყოველივე ამისა ჩვენ მაინც ისევ გავიწყდით ისევ უკან ვიხევთ ისევ მორევში ვეფლებით ხოლმე ღმერთმა ინებოს რომ წლევანდელი შობა ყოფილიყოს რაღაც ახალის დასაწყისი აი როგორც წმინდა ლუკამ თავისი ქადაგების დასაწყისში გითხრა ხო თავიდანო პირველი საუკუნის ადამიანები ისე შეძრა უფლის სიტყვებმა და მისმა ქადაგებამ რომ ყველაფერი დატოვეს და მართლაც ესე იყო ნახეთ აი პირველი ქრისტიანები როგორ ცხოვრობდნენ საქმე მოციქულთაში წერია რომ არავინ იტყოდა თავის ქონებას თავისად ყველანი სხვა ყველას მოქონდა მთელი თავიანთი ქონება მოქონდათ მოციქულებს აძლევდნენ მოციქულები უნაწილებდნენ ვისაც რა სჭირდებოდა არავინ არ ამბობდა რომ მისი იყო რაიმე იქ წარმოიდგინეთ აი როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება მას შემდგომრად მოისმინეს ქრისტეს სიტყვა ან აი როგორ შეიცვალა პავლე მოციქული როგორ შეიცვალა ნახეთ მდევნელიდან რომელიც ქალაქ დადიოდა რომ ქრისტიანები ეპოვნა და სამჟავროზე მიეყვანა ადამიანი რომელიც სტეფანე პირველ მოწამის წამების ერთ-ერთი თანაშემოქმედი იყო როგორ იცვლება რომ ეკლესიაში ყველაზე მეტად მისი სიტყვები იკითხება და მის სიტყვებს უსმენ და თავი მოციქული გახდა აი რამხელა ცვლილება მოახდინა იესო ქრისტე პავლე მოციქულში და კიდე ბევრი შეგვიძლია ხო მოვიყვანოთ მოციქულებზე და წმინდანებია მოდი ჩვენი ქვეყანა ავიღოთ რამხელა ცვლილება მოახდინა აი როგორი წინაპრები ყავდა რომ მოისმინეს სწავლება ქრისტეს შესახებ და რამხელა ცვლილება მოახდინოს
ყლიანად შეცვალეს ყველაფერი და ისე შეიყვარა ამ ქვეყანამ ქრისტე რომ მე იმის მერე აღარ უღალატა. ნახეთ რას ამბობს ლუკა ყირიმელი რომ ოღონდ იცოდეთ ეს ისე არ ჩაივლისო. თუ ადამიანი ქრისტეს გაყვება ეს სოფელი ამას არაპატიმს. გამორიცხული. ჩვენი ქვეყანაც მაგალითი არის, ხო იმის მერე ბოროტი ებრძვის ამ ქვეყანას გამალებით, მაგრამ ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერასდროს ვერ მოერევიან ქრისტეს ეკლესიას. ესევე უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენთაგანაც. ქრისტეს რომ მივიღებთ, ჩვენში რაღაც უნდა იცვლებოდეს. რაღაც კი არა წესით ყველაფერი უნდა იცვლებოდეს, მაგრამ მოდით ამჯერად რაღაცას მაინც დავჯერდეთ. ღმერთმა ინებოს ვევედროთ დღეს თითოეული ჩვენთაგანი ღმერთს რომ ჩვენში რაღაცა შეიცვალოს. რაღაცა უკეთესობისკენ გადაიდგას, რაღაცა ზეცისკენ გადავდგათ ნაბიჯი. ეს წელი ისეთი ყოფილიყოს, რომ აი თითოეული ჩვენთაგანისთვის ღმერთისკენ მობრუნების, ღვთის ერთგულების წელი ყოფილიყოს. რაღაცნაირად ესე ვევედროთ ღმერთს. ღმერთმა დაგლოცო და გაგვიგო.